დღეს განვიხილავთ მეორე ნაწილს ბედის მატრიცისა და როგორც თქვი, განვიხილავთ რა მძიმე ენერგიები წამოიღო ადამიანმა წინა ცხოვრებიდან ან ცხოვრებებიდან. ანუ წინას რომ ამბობ არ ნიშნავს რიგითობით წინას, არამედ ნიშნავს იმას, თუ ამ რეინკარნაციაში დაბადების წინ რა ამოცანა წამოიღო დასამუშავებლად, რაც ცხადია ვერ გააკეთა წინა რეინკარნაციებში. მე ვარ ნათია შაი, ეს არის ჩემი არხი და მას შემდეგ რაც თქვენ გამოიწერთ ამ არხს, ის თქვენი არხი გახდება. მაშას ყველაზე მნიშვნელოვანი არის, რომ ენერგია, რომელიც აქვს წამოღებული, ეს არის იღბლის ენერგია და მოდი ესე ვიტყვი, წინა ცხოვრების სცენარებიდან, წინა ცხოვრების რეინკარნაციაში ის ფიქრობდა, რომ იყო უიღბლო, უბედო, არ გამართლა. ნახეთ, განცდა არის, რომ რაღაც ქონდა სურვილები, ოცნებები და შეფასება მოხდა ასეთი, რომ ვიღაცის ხელი შეშლით, ან რაღაცის შეშლით. ბედის წერის გამო, ბედის გამო, ოჯახის გამო, ცხოვრების გამო და ასე შემდეგ მას შეეშალა ხელი. მინდა თქვა, რომ 33 წლიდან 35 წლის ჩათვლით, ახლა რასაც ვიტყვი, მიაქციოს ყურადღება ამ ყოველივეს, იმიტომ რომ ეს პერიოდი აქვს კარმის დასამუშავებლად, ძალიან მნიშვნელოვანი და 10-იანი არის ყველაზე როგორ გითხრათ, ყველაზე პოლარული ენერგია არის ან მაქსიმალისტი, ან მინიმალისტი. და ასევე მინდა ვთქვა, სანამ დავიწყებდე ამ ენერგიის განხილვას, მის ბავშვობაში 5 წლის ასაკში რა მოხდა და ზოგადად 3 წლიდან 5 წლამდე რა ხდებოდა და შემდეგ 10 წლის ასაკში რა მოხდა მის ცხოვრებაში, ცხადია თუ კი ახსოვს ესენი. მაშასე დავიწყოთ ამ ენერგიის განხილვა. ამ ადამიანს ამ ცხოვრებაშიც ექნება შემოტევები. ბრჭყალებში ორაუბედური ვარ, როგორ არ მიმართლებს, ჩემ თავზე წიგს ქვილის ქვა დაატრიალდა, განცდა იმისა, რომ სხვა ადამიანებისგან გამორჩეულად მას ძალიან მკაცრად უყურებს ბედის წერა, მკაცრი სასჯელები გამოუგზავნა, მტკივნეული, შეიძლება უსამართლოც, რომ სხვა ადამიანებისგან განსხვავებით რაღაცა მათზე უფრო მძიმე მოხდა. ეს განცდა ექნება. ეს არის წამოყოლილი, კიდე ერთხელ ვიტყვი, წინა ცხოვრებებიდან, რაღაცა უიღბლო თემებიდან. აი ამის სასწავლად, ასე ვთქვათ, წამოიღო ადამიანმა ეს ენერგია, რომ ეს შეცვალოს. და როგორც თქვი, 33 წლიდან 35 წლის ჩათვლით, ამ ენერგიაზე აუცილებლად უნდა იმუშაოს და რატო? მე ვთქვი, რომ პოლარული ენერგია. ეს ენერგია დადებითი არის, რომ ადამიანი, მე თვითონ მაქვს ეს ენერგია ძალიან მნიშვნელოვანი წერტილში და ყველაზე კარგად მესმის ამ ენერგიის ალბათ. ნახეთ რა არის ეს ენერგია, ცოტათი ჯინს გავს. ნახე, თუ იწყებ წუწუნს, არ გამიმართლა, რა უბედური ვარ, რა ძნელია, რა რთულია და ასე შემდეგ. ჯინს ან გამოქვაბულს, ის გპასუხობს, კი ბატონო, რა უბედური ხარ,
არ გაგიმართლა და ეკოსავით აორმაგებს ამ ენერგიას, ან ათმაგებს. თუ ფიქრობ, რომ ძნელია ცხოვრება და ათმაგად ძნელ ცხოვრებას მოგიტრიალებს, თუ ფიქრობ, რომ ჯოჯოხეთია ეს ცხოვრება, ათმაგად ჯოჯოხეთს მოგიტრიალებს და ასე შემდეგ. მაგრამ ასევე მინდა გაითვალისწინოთ, რომ თუ ამ ენერგიას დადებითში დაამუშავებთ და იფიქრებთ, რომ როგორ გამიმართლა. ეს არის ძალიან დიდი რწმენის ენერგია. აი, თუ მიხვალთ იმ კონდენციამდე, რომ ზღვაშიც რომ გადავარდეთ, თქვენ გაივლით ამ ზღვას და გამოხვალთ ნაპირზე. გაივლით თქვით, არა გამოცურათ. თქვენ აუცილებლად გაივლით ამ ზღვაზე ისევე, როგორც გაიარა ქრისტე. არ ვხუმრობ. თუ თქვენ დაიჯერებთ, რომ უდაბნოში მიმავალი იპოვით ჩანჩქერს, თქვენ იპოვით ჩანჩქერს. თუ თქვენ დაიჯერებთ, რომ მთელი ქალაქი რო გადაიწვას, თქვენ უვნებელი გამოხვალთ, თქვენ გამოხვალთ უვნებელი. ეს არის უკიდურესად უბედურების სიმძიმის, აი, ცირადონის სიმძიმის, რომ მის თავზეო მის საფრთხების ქვა არ დატრიალებულაო, თორე სხვა ყველაფერი მოხდაო და მეორეს მხრივ ეს არის ყველაზე დიდი ფორტუნა ქალღმერთის მადლის დაფერთხება თქვენს თავზე. ოღონდ ამას თქვენ მართავთ. ამის მართვის სადავეები არის თქვენს ხელში. და ეს სადავე არის თქვენი რწმენა და დაჯერება. არა ზედაპირული, ცხადია ძალიან შინაგანი. ასევე მინდა გითხრათ, რომ თუ თქვენ ამ ენერგიაში გადახვალთ და ამ 10-იან პლუსში წამოიღებთ, თქვენ ძალიან იღბლიანი პარტნიორი შეგხვდებათ, ძალიან მოქმედი, ასე ვთქვათ, აი ერთად რაღაცა დიდ წარმატებას მიაღწევთ. მე პარტნიორულ თემებზე ცალკე ვილაპარაკებ, მაგრამ ეს ორი სიტყვით. თუ არა რაღაცა ორი უიღბლო ერთმანეთს შეხვდა, ესეთი ისტორია იქნება. მუდმივი მოძრაობა, მუდმივი ქმედება არ უყვარს ამ ენერგიას გაჩერება, დაღონება, ხელების ჩამოშვება, არა. მუდმივი მოძრაობა, მუდმივი მოქმედება, ახალი მიზნები, ახალი იდეები, ახალი ოპტიმისტური გეგმები, ახალი წამოწყებები. და კიდევ ერთხელ ვიტყვი ხაზგასმით. თქვენს ასაკში 33 წლიდან 35 წლის ჩათვლით ეს ენერგია იმუშავებს ძალიან აქტიურად და გამოიყენეთ ეს ენერგიები. ანუ რას ნიშნავს იმუშავეს? თუ პოზიტივში დაამუშავებთ ძალიან დიდი, იღბლიანი, წარმატებული სიტუაციები იქნება თქვენს ცხოვრებაში, მიზიდავთ ძალიან დადებით გარემოს, ხოლო თუ ყურებ ჩამოყრით, დიდ იმედგაცრუებებს განიცდით. შემდეგი ენერგია, რაზეც მინდა ვისაუბრო, მძიმე ენერგია, ეს არის ერთის მხრივ კონტროლი, როცა ადამიანს სურს, რომ ყველაფერი მის კონტროლის ქვეშ იყოს და ეს კონტროლი და მმართველობის ძალიან სიღრმისეული სურვილი შეიძლება გადაიქცეს დიდ დესპოტიზმში და სხვა ადამიანების შევიწროებაში. თუ ხალია ამ ენერგიის პატრონი, ძალიან ხშირად ამოიჩემებენ მამაკაცს, ძირითადად მეუღლეს, პარტნიორს, რომელსაც სულ უმტკიცებენ, რომ მასზე ძლიერია, მასზე მეტი შეუძლია, მასზე მეტ ფულს შეუვლობს, მასზე მეტი ესმის და მასზე მეტი იცის რა, როგორ და რანაირად აკეთოს. მამასთან ცუდი ურთიერთობები არის ეს ენერგია, იმიტომ რომ ორი ვარიანტია. ან წინა ცხოვრებაში
ძალიან შეზღუდეს თვითონ ეს და ეხლა უკავშირი აქვს რეაქცია აქ ამ ყველაფრის ან თვითონ ზღუდავდა სხვებს და გადმოიტანა პირდაპირ კალკასავით ამ ცხოვრებაში თუმცა შეიძლება ზოგადად ცხოვრებაში სულ არ იყოს ესეთი მაგრამ კარგად გაიხსენეთ იქნება ვიღაცა ძირითადად ესენი მაინც ოჯახის წევრები იმიტომ რომ დაბალი ღობე ძალიან შინაური ადამიანები არიან შეიძლება გარემოცვაში საერთოდ არ იყვნენ ესეთი მკაცრები, დესპოტები, მაგრამ ამ ადამიანებს სჭირდებათ, რომ კონტროლი იყოს მათ ხელში, ეს ძალიან მნიშვნელოვანია. და მეორეს მხრივ, როგორც თქვი, შეიძლება იყვნენ პირიქით ძალიან დაუცველები, სუსტები და ვერ იცავდნენ თავიანთ, ასე ვთქვათ, ინტიმურ აურას ვთქვათ, თავის პირად შრეს ამის დაცვა უჭირდეს მამასთან კარგი ურთიერთობები პირველ რიგში ამის გაკონტროლება ნახე ეს სურვილი არ გაქრება მართლობის მაგრამ ამ ენერგიის ძალიან დადებითად გამოყენება შეუძლიათ ამ კარმის მქონე ადამიანებს და ეს არის საკუთარი ბიზნესი, ინდუსტრია, საკუთარი რაღაცა დიდი იმპერია საქმიანი, სადაც თვითონ იქნებიან მართველი და აქვს კიდევაც ამ ადამიანს, აი აქ მონაცემებში ეს მანიშნებელი. ეს ენერგია მიუთითებს იმას თან 10-იან იყავს კარმაში, რომ თუ ამ ასე ვთქვათ, მძლავრ მართლობის ადავებს გადაიტანს საქმეში ძალიან დიდი ფულის შევნა შეუძლიათ ძალიან დიდი ფულის თავისი იმპერიიდან ასე ვთქვათ და მესამე რაც მინდა ვთქვა მესამე ენერგია ეს არის სამყაროს ენერგია და ჩანს რომ კიდევ ერთხელ ვიტყვი ან როგორც თქვი მას უზღუდავდნენ ძალიან ბევრ რამეს არ მისცეს ძალიან ბევრი რამის უფლება წინა რეინკარნაციების გულისხმობ ცხადია ან თავად ზღუდავდა ადამიანებს არ ქონდა რაღაც მიმღებლობა არ ესმოდა განსხვავებული აზრი შეხედულების ან რასის ან რელიგიის ან გარეგნობის ან მინიმუმ შეიძლება რომელიც კაციც იყო და აქ ჩანს რომ მამაკაცი იყო წინა ანუ მამაკაცის ნეგატივი აქვს წამოღებული და მოპირდაპირეს სქესის ასე ვთქვათ არ ესმოდა ასე ვთქვათ ხო ანუ ქალების მიმართ ასე ვთქვათ დესპოტობა შევიწროვება შეზღუდვა მათი მინდა გითხრათ რომ დედის ხაზში აქვს ეს ენერგია ამ ადამიანს და გარდა იმისა რომ მამის თემა წამოვჭერი მე აქ ძალიან მნიშვნელოვანია დედის ხაზის დედასთან კარგი ურთიერთობა და დედის ხაზის კარმების დამუშავება მე საგვარეულო კარმებსაც ცალკე ჩავწერ ვიდეოს ასევე ძალიან კარგი ამ ადამიანისთვის მოგზაურობა უცხოეთი საზღვრებს გარეთ გასვლა იყოფნა ძალიან დიდ კარგად ამუშავებინებს ამ კარმას და მიმღებლობა ძალიან კარგი ამ ენერგიის დასამუშავებლად უცხო ენის შესწავლა უცხო კულტურების გაცნობა უცხო რელიგიის გაცნობა რელიგიაში შესვლას არ გულისხმობ გაცნობა ხომ ანუ მიმღებლობის გაზრდა რაც განსხვავებულია თუ მით უმეტეს თუ იცის რამე დააკორდება რომ არ აქვს მიმღებლობა ხო ვერ იტანს არ უყვარს პირიქით იმაში ჩაძიება და ერთგვარი დამეგობრება ამ ვერ მიღებასთან და მიმღებლობის გაზრდა აი ეს ენერგიებია რაც უნდა გაითვალისწინოს ამ ადამიანისთვის რომ დაამუშაოს კარმის შოლტი როგორც მე ვეძახი მას და ასევე მინდა ვთქვა რომ ეს არის ის ენერგიები როდესაც კრიზისის დროს ამოტივტივდება ხოლმე და ცდილობს რომ ადამიანი ჩაიყვანოს ისევ ამ შავ სიბნელეში და სიმძიმეში ამიტომ ცნობიერად უნდა იცოდეს რომ ეს არის ჩემი
მინუსი, ჩემი მძიმე წერტილი ჩემს ენერგიაში, ცხადია მინდა იცოდეს, რომ ყველა ადამიანს აქვს თავთავისი, აი ეს კარმის კუდები, ჩონჩხები კარადაში, ანუ არ იფიქროთ, რომ მხოლოდ თქვენ გაქვთ და გონიერი ადამიანები ვართ ადამიანები და როდესაც წაგუძლევს ეს ნეგატივი, შევეცადოთ, რომ შეეცადოთ და ჩვენ კარმებით შევეცადოთ, რომ ვებრძოლოთ ამ ჩათრევას, არ ჩავყვეთ, ვებრძოლოთ და პლუსში ამოვიყვანოთ ეს ენერგიები. Როგორ თქვი, აი ამ სიმძიმე კარმის კუდს ძალიან კარგად დამუშავების შემთხვევაში შეიძლება მოგიტანოთ ძალიან დიდი ფული, თქვენი იმპერია, მოგზაურობა და ბევრი წარმატება. და ცხადია გისურვებთ ბევრ წარმატებას და მომავალ ვიდეოში შევეხოთ მშობლების და ბავშვების კარმას, ანუ თქვენს ურთიერთობას მშობლებთან, მშობლების ურთიერთობას თქვენთან და თქვენ როგორ უყურებთ თქვენს მომავალს, ანუ შვილებს თუ ყავთ, თუ არა, როცა გეყოლებათ, როგორ შეხედავთ მათ. მომავალ შეხვედრამდე არ დაგავიწყდეთ არხის გამოწერა და თუ მოგეწონათ, დალაიქება ვიდეოს.